პირველ რიგში დავიწყოთ იმის აღნიშვნით, რაც კარგია. კარგია ის, რომ ორბანი დამარცხდა და კარგია ის, რომ ცვლილება შედგა. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ანალიზში შევალთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს კარგია. ამის იქით მე ყოველთვის მჯეროდა და ყოველთვის, რა ვიცი, 1 წლის წინ დავიწყე ამაზე საუბარი, მე მჯეროდა, რომ საქართველოში არჩევნებით ცვლილებები არის შესაძლებელი. მე არ ვამბობ იმას, რომ პასუხისგებლობა, თქვათ, მე არ მაქვს რამეზე, ან სხვას აქვს, ან ეხლა არ ვაპირებ, რომ ამ გადაცემაში ან ორბანთან და უნგრეთთან მიმართებით აღწერო ის, რომ თურმე ვიღაც კარგად მუშაობს და ვიღაც ცუდად, მაგრამ ზოგადად ჩემი რწმენა არის ის, რომ არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება შეიძლება. 1 საათის წინ გამოაქვეყნა Facebook პოსტი მიხეილ სააკაშვილმა ამ ყველაფრის ანალიზის და თითქმის ყველაფერში ვეთანხმები, განსაკუთრებით ბოლო ნაწილში, სადაც, მიშას პოსტის ანალიზში მიშა წერს, რომ 2024 წელსო ახალგაზრდები არ მოვიდნენ არჩევნებზეო, ესე დაწერა, შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ. თქვა, რომ უფროსი თაობის ნაწილიც არ მოვიდა არჩევნებზეო. თქვა, რომ ესე დაწერა, რომ გილაურებმა უფრო ოპოზიციის წინააღმდეგ ითამაშეს, ვიდრე ოპოზიციის სასარგებლოდო და შეადარა ოპოზიცია 2024 წლის ქართული ოპოზიცია უნგრეთის ოპოზიციას 2022-ში და თქვა, რომ ამ ხალხსო მაინდა-მაინც ნაკლები ის კავშირი ქონდა ხალხთან. ოღონდ ამას მე არ ვამბობ, რომ ეხა ვინმე გავაკრიტიკო, მე მქონდა ვინმესთან კავშირი ან ასე შემდეგ. ზოგადად ამ შემთხვევაში თუ რამე კრიტიკა არსებობს, მივიღებდი ჩემ თავზეც, მაგრამ მე ვიტყოდი ესეთ რამეს. რომ ჩემი აზრით ამ არჩევნებმა უნგრეთში აჩვენა ის, რისიც მე ისედაც მჯეროდა. მე მჯერა, რომ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, სწორი კამპანიის შემთხვევაში და პოტენციალის გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება ამ ქვეყანაში ცვლილებები დადგეს არჩევნების გზით. შევაჯამებ, ვიცი, ბევრი დრო არ აქვს. პრობლემა მგონია, მაშინ კი ბატონო, მაშინ პრობლემა მგონია ეხლა. პრობლემა მგონია, რომ ჩვენ წინა 2 წელი გქონდა კამპანია 2024-ში თხრიდან დაიწყო კამპანია და ეხლა 2026-ია. ჩვენ 2 წელი გქონდა კამპანია და ხალხს ვუხსნიდით, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რომ ტაბლოზე იწერება, რომ არჩევნებზე არ მოხვიდეთ, რომ ჯერ ივანიშვილი გაიქცევა და მერე ჩატარდება არჩევნები, რომ ჩატარდება ახალი არჩევნები და არა ვადამდელი და ახალ არჩევნებს დანიშნავს ლეგიტიმური სალომე ზურაბიშვილი, იმიტომ რომ 2024 წელს არჩევნები არ ჩატარებულა. მე არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. მე არ მჯერა, რომ შემდეგი არჩევნებს დანიშნავს ლეგიტიმური სალომე ზურაბიშვილი. მე გონია, რომ ამ ქვეყანაში ეხა არის სიტუაცია, რომ შემდეგ არჩევნებს დანიშნავს ყაველაშვილი. აი ეგაა ჩემი პოზიცია. გონია, რომ ეგ დანიშნავს. გონია, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მიიღებს ამაში მონაწილეობას და გონია, რომ რაც 2 წელი ვაკეთეთ, როცა ვთქვით, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, ეგ არის ფუნდამენტური შეცდომა. და რაც გვაქვს გასაკეთებელი, ოღონდ არავისკენ ხელს არ ვიშვებ. ესე ვამბობ რა, გვაქვს გასაკეთებელი, რომ სანამ იქამდე მივალთო, ახალი მადიარი გამოიკვეთოს, მანამდე უნდა ჩამოვყალიბდეთ იმასთან დაკავშირებით, არჩევნებს აქვს თუ არა ამ ქვეყანაში აზრი საერთოდ. ამ რეალობაში 2027-ში, 2028-ში, თუ 2026-ში ზოგადად აქვს თუ არა. ჩემი აზრით, ეხლა უკვე ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ძალიან რთულია დაამტკიცო, რომ ახლა აქვს არჩევნებს აზრი. ძალიან რთულია. ამაში დამნაშავე პირველ რიგში არის ხელისუფლება. რაც გააკეთა 2024 წლის მერე კანონები მიიღო, რომლითაც დაამძიმა სიტუაცია, ხო კიდე? ეხლა გამოხვიდე და ხალხს უთხრა TV პირველის ეთერიდან, რომ ხალხო, რაც მოხდა და ეხლა არჩევნებზე მოდითო, ამ საოცრება იქნება, ხო? მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხომ არსებობს სანქციების მექანიზმი, ხომ არსებობს პროტესტის მექანიზმი, ხომ არსებობს თუნდაც რუბიოს ზარი. მე ჩემ პოლიტიკურ პოზიციას გეტყვით. ჩემი პოზიცია არის ის, რომ შეიძლება ვიღაცას გონია, რომ ამ ქვეყანაში აღარ უნდა შედგეს ახალი შარლ მიშელი. და შარლ მიშელი 2 არ იყოს, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მომხრე რუბიო 1-ის თუ შარლ მიშელი 2-ის, რომელიც მოიტანდა რას? მოიტანდა არა საბოლოო შედეგს ეხლა, რომ ივანიშვილი გაიქცა, ქვეყანა გათავისუფლდა და სრულიად თავისუფალი არჩევნები ჩავატარეთ. ეს არის საუკეთესო ვარიანტი. უბრალოდ მე ამის არ მჯერა, რომ ესე მოხდება და ამ გზაზე ვარ ჩვენ. რამე შედეგი, თუნდაც ის, რომ რუბიო ურეკავს კობახიძეს. აი აქედან ჩვენ რო სულ თამაშგარი არ ვიყოთ. რამე შუალედური შედეგი, რომელიც მოიტანს პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მათ შორის სააკაშვილის თავისუფლებასაც და თუ აქ არა ყოველ შემთხვევაში უკრაინაში მაინც და ზოგადად თავისუფალ ციხე უნდა იყოს თავისუფალი და მეორე
მინიმუმ იმ რწმენას, რომ არჩევნების შედეგები ასახავს გარკვეულწილად, ეგრე სხვა წლებში წყალდებოდა არჩევნები, მაგრამ ადამიანები შედიოდნენ პარლამენტშიც და საკრებულოშიც და არჩევნები ასახავს რაღაცნაირად რეალობას, თუ ამ ორ რამეს მივაღწევთ, ეს მე მგონია უკვე დიდი გამარჯვება. ოღონდ ეს არის შუალედური გამარჯვება. ამიტომ შევაჯამებ. ეხლა მე რასაც ვიტყოდი, ჩემი პოზიციაა, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს მიმართული არა იმისკენ, რომ აი ბოლომდე ქუჩა გადავკეტოთ და ივანიშვილი გაიქცევა, ან ჯარიმებით გავჭედავთ სისტემას, ან ის რომ სალომე ზურაბიშვილია ლეგიტიმური და ეს დანიშნავს ახალ არჩევნებს. არამედ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი იმისკენ, რომ ივანიშვილი მილიონ ადამიანს, ვინც მას ხარს არ უჭერს, იძულებული გახდეს, რომ ამ მილიონ ადამიანს გაითვალისწინოს, პირველი პოლიტპატიურები გაათავისუფლოს და მეორე არჩევნებს აზრი დაუბრუნოს. აი აქ როგორ მივდივართ, აი ეს არის საინტერესო. ეს არის შევაჯამებ, ეს არის ჩემი აზრით ის შუალედური, რასაც ერთი წელია ვსაუბრობ. სხვა შემთხვევაში არის ის, რასაც ვამბობთ უკვე 2 წელია აქციებზე, ეს არის ბოლომდე, არაფერში არ ველაპარაკოთ, მოდი არ გვინდა მათთან კავშირი, ჩვენ ისედაც ცოტაც და ესენი ჩამოიშლებიან, ეხა ქუჩას გადავკეტავ და ჩამოიშლებიან, მე ამის არ მჯერა. არის ბოლომდე, არის შუაში. მე მგონია, რომ ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია ეხლა უნდა იყოს შუაში და რაღაც შეთანხმების გამოდნობა იქიდან, რომ არჩევნებს დაუბრუნოთ აზრი.